მასიურად იქნება მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა სულიერი ლიდერების გასვლა დედამიწიდან, ანუ გარდაცვალება, ზოგი ბუნებრივად იქნება, ანუ გულისხმობ თავიანთი სიკვდილით, რომ გარდაიცვალა როგორც ამბობენ, და ზოგი იქნება მოშორებით, თუმცა ესეც გასვლის კარია არ დაგვავიწყდეს, რომ უცაბედი არავისთვის არ არის გარდაცვალება, ეს არის დაგეგმილი სულის მიერ და ვერავინ ამას ვერ მოასწრაფებს. ბევრი სულიერი ლიდერი, აი ვინც ზოგადად სამყაროში ცოტათი შვებას გვაძლევს, ვუსმენთ, აი როგორც ილია მეორე იყო, ხო? ბევრი ასეთი ადამიანი გავა დედამიწიდან და ეს მატრიცას აწყობს, რომ ასე მოხდეს, იმიტომ რომ ენერგიები, მათი გათვლით ჩვენ დაგვაკლდება ნუგეში და დაგვაკლდება მაღალუბრეცული ენერგიის გამტარობა, მაგრამ ეს რეალურად არის ძალიან დიდი მასწავლებლური აქტი. ეხლა ამას რო ვყვები, ძალიან ესეთი გმირული და ძალიან სიყვარულით სავსე ენერგია მოდის ჩვენი მასწავლებლებისგან. მასწავლებლებში ყველა იმ ადამიანს ან სულს ან მაღალ იერარქიულ არსებას გულისხმობ, რომლებიც ჩვენ გვფარველობენ და ის ლიდერებიც სულიერი, რომლებიც მართლა ლიდერები იყვნენ და მართლა გვანუგეშებენ, ხო? ეს ადამიანები რეალურად იმიტომ გადიან და იმიტომ მააქვთ ესე არჩეული გასვლის წერტილი, რომ აი ეს გამოთქმა რომ არის, რომ როცა დაგჭირდება მასწავლებელი, მაშინ გაჩნდებაო და როცა საჭირო იქნებაო, ასევე გაქრებაო. და მასწავლებლის მხრიდან ძალიან დიდი სიყვარულის აქტი არის, როდესაც მოსწავლეს უშვებს ხელს და აი ხედავს რომ უკვე გაზარდა მეომარი ბჭყალებში და ახლა შეუძლია რომ დატოვოს, მოცილდეს, რომ მასზე არ იყოს ეს მოსწავლე ჩამოკიდებული და თავისი გმირული გზა გაიაროს და სწორედ ამას ემსახურება ეს სულიერი ხალხის გასვლა. მართლა სულიერი ხალხის ოღონდ ბევრი ახაც როგორიც არის მაგაში, მაგრამ ბევრი სულიერი ადამიანი როგორც ილია მეორე არის გავა 2026-27-ში, 8-შიც გრძელდება ეს პროცესები. მაგიტომაც მიყვა იქ პაპი, ილია მეორე და კიდევ ბევრი ასეთი ადამიანი უკვე გავიდა. და ეს არის ძალიან დიდი სიყვარულის აქტი, რომელიც არ უნდა აღვიქვათ, რომ დაგვტოვეს და ეხლა რა გვეშველება, არა პირიქით, იმიტომ დაგვტოვეს, რომ ხელი გაგვიშვეს, იმიტომ რომ მზად ვართ, რომ ჩვენი გზა გავიაროთ, რომ ჩვენი გამოცდილება მივიღოთ და მათთან ხელჩაკიდებულები აღარ ვიყოთ. რა თქმა უნდა, ისინი ყოველთვის ხელჩაკიდებულები იქნებიან ჩვენთან, მაგრამ სხვა ფორმაში და სხვანაირად, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ უბრალოდ. ვისაც შეგრძნებები აქვს, რა თქმა უნდა, იგრძნო.